ჩემი გადმოსახედიდან ძალიან გაასწორებდა, რომ უკრაინამ რაღაც ცალსახად მოუგოს რუსეთს და რა ვიცი, რუსეთი დაიშალოს საერთოდ და რა ვიცი, უამრავი კარგი სცენარი შეიძლება იყოს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინის გამარჯვება აბსტრაქტულად ხო არ ხდება, ანუ გამარჯვებისთვის რაღაცეები უნდა მომხდარიყო. და საკითხი მხოლოდ იმაში დადის, რომ არის თუ არა აქეთ ხარ რესურსი თუ არა, რესურსი არის ორი მდგენელი აქვს, უკრაინის უშუალოდ რესურსი და დანარჩენი სამყაროს რესურსი, რომელიც უკრაინას ეხმარება ევროპელები, ამერიკელები, კანადელები და შემდეგ. ხო და ისე დაალაგდა, რომ უკრაინის მთავრობის ქცევის შედეგად, რომელმაც არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩაატარა, რომ მაგალითად კორუფცია არ ყოფილიყო, სასამართლო რეფორმა, არ გააკეთა არაფერი, რაც მართლა სერიოზულად გააძლიერებდა ეკონომიკას, როგორც მინიმუმ თავისივე ეროვნული ბანკი ვერ მოთოკა, რომ უზარმაზარი ინფლაცია არ ყოფილიყო ან ფულის ბეჭდა და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ხალხი თვითონ უკრაინელების გადმოსახედიდანაც კი ეს ომი აღარ არის ის, როგორც იყო ომის დასაწყისში. როცა ხალხი მასობრივად მიდიოდა კომისარიატში და ჯარში ეწერებოდა ქვეყნის დასაცავად, ეხლა სერიოზული პრობლემები აქვს და ვანსიროებნებოდა ზელენსკის აბსოლუტურად მართალი იყო, იმიტომ რომ ვინც აკვირდება, ყველა მიცის, რომ მობილიზაციაში ძალიან სერიოზული პრობლემა უამრავი უკრაინელი გაიქცა, ვინც არ გაიქცა ქრთამს ეკდის, რამდენი შემთხვევაა, როცა რიგითი მოქალაქეებიც კი იცავენ ახალგაზრდა ბიჭებს, რომ არ გაიწვიონ ჯარში, როცა ქუჩაში დაასდევენ და ასე შემდეგ. ანუ სამდელში უამრავი პრობლემაა უკრაინულ საზოგადოებაში და ამ კუთხით ეს პრობლემები არ მოგვარდა და ამიტომ ეს რესურსი არც ისე დიდია. ევროპელებს მიუხედავად იმისა, ევროპაში მიდის კონფლიქტი, 3 წელი გავიდა და ისიც კი ვერ გააკეთეს, რომ ჩვეულებრივად იარაღის წარმოება დაალაგონ. რომ რაღაც 500 მილიონიანი ჩათვლეთ რაღაც გაერთიანება, ანუ ამერიკაზე უფრო დიდი გაერთიანება მოსახლეობით, ეკონომიკურად, სამხედრო პოტენციალით და ელემენტარულად მარტო ევროპელები რო დაალაგებულიყვნენ, საკმარისი იარაღს მიაწვდნენ იმისთვის, რომ უკრაინას ეს ომი მინიმუმ რაღაცა თუ ბოლომდე არ მოიგო, მოსკოვი არ დაეპრო, დაეკავებინა, რაღაცა ეს ფრონტი მინიმუმ სტაბილიზირებული ყოფილიყო. უკრაინას მართლა იარაღი რომ მიაწოდა, უკვე დამთავრებული იქნებოდა ომი. და ამ მომენტში არიან ამერიკელები, რომლებიც ალბათ ამ თელ რაღაც ამ სამეულში ევროპა, უკრაინა და ამერიკა ყველაზე ნაკლებად ეხება ეს ყველაფერი. და ამასობაში ყველაზე რაღაც მეტი შეიძლება დაეხმარენ, მთლიანობაში შეაფასოს ეს ყველაფერი. გარდა იმის, რომ ყველაფერი მეტ დაეხმარენ, წარმოიდგინეთ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ყველაზე ნაკლები ხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს. თუ უკრაინელები არ ნერვიულობენ რაღაც ომის შედეგზე და ისე როგორც უნდა ინერვიულონ ევროპელები, რაღა ამერიკულმა ამორჩეულმა უნდა ინერვიულოს. და ამ გადმოსახედიდან გასაგებია, რომ ამერიკულ საზოგადოებაში დადგა მოთხოვნა, რომ არ გვინდა რა ეს შევეშვათ, დავამთავროთ ეს ომი. მაგრამ ტრამპის პოზიცია ძალიან გასაგები იყო. მოდი ომი დავამთავროთ. როგორ უნდა გააჩირო? უნდა გააჩირო ლაპარაკით, ხო? დიპლომატია იმას ნიშნავს, რომ უნდა რაღაცები დათმო, რაღაცაზე პრინციპული პოზიცია დაიკავო და რაღაც მოლაპარაკებები დაიწყო. ერთი მხრივ რაღაც ამერიკელებს რაღაც ეკონომიკური ინტერესი უჩნდებოდა, რომელიც ფაქტობრივად ზოგი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ აი თუ ეკონომიკური ინტერესი ჩნდება ამერიკელების აგერ ეს რაღაც გარკვეულ გარანტიებსაც ნიშნავს. რაღაცა ხო უნდა გააკეთონ, ხო გესმის, რომ ომი ასე ვერ გაგრძელდება. და თუ ვერ გაგრძელდება, მოდით რაღაცაზე რაღაც კომპრომისი ვიპოვოთ. თორემ, რავი, თუ ასე გინდათ ომი, რავი, ევროპელები გაერთიანდნენ და მიაწოდონ იარაღი უკრაინას. რა პრობლემაა? რაღა ამერიკელებზეა ჩამოკიდებული ყველაფერი. ხო და აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში რაღაც პროცესი დაიწყო, ისე როგორც ყოველთვის ტრამპმა შეთავაზა, რომ წარმატებული შეიძლება იყოს. იქ პუტინ შეაქო, რომ სახე არ დაკარგოს პუტინმა, იმიტომ რომ პუტინი რაღაც ძალიან დაკომპლექსებული ცნობილი ამბავია, ხო, ლიდერია, რომელსაც აი სულ პირადი კომპლექსები უფრო აღელვებს, ვიდრე რაღაც რასაც ეძახიან სახელმწიფო ინტერესები და ასე შემდეგ. და ჩვეულებრივად რაღაც შეაქო, რაღაც რო შენ ასეთი ხარ, ისეთი ხარ, კარგი ტიპი ხარ, ასე ის და შეიძლება მარტო ამიტომ პუტინს რაღაცები დაეთმო. ანუ ჩვეულებრივი ამბავია, პირადი კომპლექსების ამბავია, თორე წესიერი ადამიანი რო ყოფილიყო, არც გახდებოდა ის, ვინც არის. იქ რაღაც უკრაინელებს რაღაც წიაღისეული მოსთხოვა. ანუ თავის ამორჩევლის თვალში ყველაფერს სწორად აკეთებს ჩემი აზრით. უკრაინასაც შესთავაზა ისაც არავინ არ თავაზობდა, ხო? სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს შეხვედრა იქნებოდა, ტრამპმა თქვა, რომ შეიძლება ნახოთ რა ტერიტორიების დაბრუნება შევძლებთ უკრაინისთვისო და შეიძლება ეს ზღვის სანაპირომდე გავიდეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ აი მარიუპოლი რაც არის დაახლოებით იქამდე და ეხლა თუ 22 წლის საზღვარგარეთამდე მაინც დაბრუნდებოდა უკრაინა, ფაქტობრივად ყველა ჩათვლიდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგო. ანუ გასაგებია, რომ უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ დიპლომატიის ნაწილია, რომ
ჰოპ და მოდი რაღაც გავაკეთოთ რა, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ, რომ ომი დავასრულოთ. ნუ ადამიანი მიჩავიდა და ნუ აი უბრალოდ ჩაშალა ფაქტობრივად. რანაირიც არ უნდა იყოს, ყველაზე სამილოში უკრაინა, ევროპა, ამერიკა ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული ამაში ამერიკაა და რატომაც ყველაზე მეც სთხოვ, მაგრამ იმასაც კი არ აკეთებ, რომ მათ თვალწინ ამერიკელი ამორჩევლის და ასე შემდეგ შენ ადეკვატურად გამოიყურებოდ. მე იმედი მაქვს შეთანხმებები შედგება და ბოლოს და ბოლოს ომი დამთავრდება, მაგრამ როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირით ხო გაწელა ეს პროცესი და რამდენიმე კვირა ნიშნავს, რომ შეიძლება ათასობით ადამიანი დაიღუპოს. და ეს ყოველ სუფთა ფეილი იყო ზელენსკის როგორც საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში. მეტი არაფერი.